მე ერთი რამე მინდა დღევანდელ დღეს გავუსვა ხაზი, რომ 90 წელში, როდესაც ავტოკეფალიის ფაქტიური ავტოკეფალური აღდგენა მოხდა პატრიარქის პერიოდში, ხომ? აქაც ეროვნულ მოძრაობას, იქაც წინ სოციალ-დემოკრატების დროს, რომელიც 1918 წელს მოხდა, წინ უსწრებდა 1917 წლის მარტის ეს აქტი, რომელიც ახლა ხას პატრიარქის მე-9 დღეს ვიზეიმებთ ჩვენ, ხო? ავტოკეფალიის აღდგენის პერიოდი და 1917 წელს კირიონის პერიოდში, საძაგლიშვილის პერიოდში იქ უსწრებდა წინ ჩვენ თავისუფლების აქტს, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. აქაც 1990 წელს ავტოკეფალია, ანუ ეს ტახტი რატომღაც მარტის თვეში ოფიციალურად, ფაქტობრივად აღდგენა კონსტანტინოპოლის მიერ ცნობა, აქაც მოხდა იმ რეფერენდუმის წინ, კი, ანუ ესე იგი, ეს ორი ტახტი და ეხლა ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც კათოლიკოს პატრიარქის და გინდაც დღეს პრეზიდენტის დაბადების დღე არის, როდესაც მთელი ერი იძურება. ეს გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩვენ. ეს ხმა ჩვენში ვერ მოშალეს. სადაც კათოლიკოს პატრიარქის ტახტი და ეროვნული მოძრაობის იქ ლიდერის ხმა გაიგივებეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, ფლაგმანის, აი ეს ხმა ერში, ამ ყურში, იმ გენეტიკაში, რომელიც ჩალექილი აქვს, ეს მოხდა, იქ ყოველთვის მთელი ერი იზრდება და ბოლოში საერთოდ სასწაული მოხდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს თქვენ ნახეთ. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ეს აღმდგენლები პატრიარქის თვითონ, როგორც ავტოკეფალიის და თვითონ ზვიად გამსახურდია ღვაწლი რაღაცა კარგად იყოს აწონილი, იმიტომ რომ მე ეს რამ ძალიან კარგად ვიცი ბატონო გია, რომ ვის არ უნდოდა თუნდაც ეროვნული მოძრაობისა და იგივე ავტოკეფალური ეკლესიის აღმდგენთა ერთობა და მე მუზეუმის წინ ბევრი მთავრობა გავიარე იქ და ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდოდათ სულ რომ ამ პატრიარქზე აუგი წამოესწინებინა, თან ასე ვთქვათ რაღაცა კუთხით, სულ მოდიოდნენ ისეთი ხალხი და მე როგორც აღმოჩნდებოდა, საკმაოდ ესეთი სპეცსამსახურები მუშაობდნენ.